გაერთიანებული შტაბიდან გენერალი ვახტანგ კაპანაძე პირველი იყო, ვინც თავდაცვის მინისტრთან ერთად დღეს მუხროვანის სამხედრო ნაწილში შევიდა. გიგი კალანდაძის დაკავების შემდეგ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობას გენერალი კაპანაძე ასრულებს. სამხედრო პატაკით სწორედ კაპანაძეს ჩაბარდა. პირველი ნაწილი, სადაც ალასანია მივიდა, სკანდალურად ცნობილი მუხროვანი იყო, სადაც სპეციალური დანიშნულების ძალების ქვედანაყოფებია განთავსებული. მუხროვანის სამხედრო ნაწილი დღეს კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად ქვედანაყოფში თავდაცვის მინისტრი ინსპექტირების მიზნით მივიდა. ალასანია ჯარისკაცებს გაესაუბრა და ოფიცრებისგან ნაწილის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის სამინისტროს ახალ ხედვაში განსაკუთრებული იქნება ის, რომ კონცენტრაციას გავაკეთებთ ჩვენ ყურადღების და ძალების და რესურსების სწორედ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაზე. ეს იქნება ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც ჩვენი ახალი ხედვით იქნება პრიორიტეტული. დღესვე ალასანია მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური მაიორი დიმიტრი კიკნაძე წარადგინა, რომელიც 2006-2008 წლებში სპეცოპერაციების დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მას სავალდებულო სამხედრო სამსახური უშიშროების სამინისტროს სადესანტო მოიერიშე ბრიგადაში აქვს გავლილი. არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. ჩვენი პირველი მისია იქნება ის, რომ სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს შეერაღებულ ძალებში იყოს სრულად ინტეგრირებული და არა მარტო შეერაღებულ ძალებში. ჩვენი მისია იქნება ის, რომ ეს ძალები გადაიქცეს და იყოს მსოფლიო დონის, მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთ საჩვენებელ სამაგალითო ძალებად. თავდაცვის მინისტრთან ერთად მუხროვანში გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებს. ეს არის უბრალოდ გაცნობა, რომელიც არის ინსპექტირების შემადგენელი ნაწილი, თუმცა ვიწყებთ შემოვლას, ავირჩიეთ ეს დანაყოფი ვინაიდან წარმოადგენს ელიტურ დანაყოფს, შესაბამისად დავიწყოთ გავაგრძელებთ შემდეგ პირველ რიგში გაცნობას, შემდეგ ინსპექტირებას. დღესვე გაერთიანებული შტაბის უფროსის გიგი კალანდაძის დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ განცხადებები გადადგომის შესახებ მოადგილეებმაც დაწერეს. წინასწარი ცნობებით პოსტებს დატოვებენ პოლკოვნიკი ივერი სუბელიანი და პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი. რაც შეეხება პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესა და პოლკოვნიკ მერაბ კიკაბიძეს, ისინი თანამდებობებს შეინარჩუნებენ.